გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ტვინის გასაღების 25 ეპიზოდით. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია და ასევე ჩვენი ძალიან კარგი სტუმარი რევაზ კარანაძე, პოლიტ-ეკონომისტი. გამარჯობა. მოგესალმებით, რევაზ, დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მობრძანებისთვის. ძალიან ჩვენს თვალს გადაეონებთ, გიყურებთ, უდიდეს პატივს გცემთ. შენაზრებში გეთანხმებით. თუ დაგმობილი ვარ, საინტერესო გადაცემა გამოვა ჩვენი მაყურებლებისთვისაც, ბევრი კომენტარით წაგვიკითხავს, რომ ჩვენი მაყურებლები ითხოვენ შენ მოწევას სტუმრად, ასევე შენი მაყურებლებიც და მოკლედ დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, გაიხარეთ ბიჭებო. სულ ხოლმე ისეთი ის გვაქვს რა, რომ ის თუ გავიწდება წინაზე რო შეხდი გახსოვს, რომ ბოლოში რასაც ვიზაქის მოდი რა, თავში ვთქვათ. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, უბრალოდ ერთი ხელის დაჭერა უნდა და მეტი არაფერი. კი ბატონო, გამოგვიწერეთ, არ დაიზაროთ, ძალიან ხოთ, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება ეს თქვენი ეს მხარდაჭერა. მინდა რომ დაუბრუნდეთ თემებს და ისე ვიწყებთ ხოლმე რა, ჩვენ საქმეზე გადავდივართ და რაღაცა ეგრევე ვძავავთ ხოლმე სიტუაციას და დღეს ესე რო არ მოვიქცეთ, მე სათავეშივე რაღაც 1-2 ვიდეო შემხვდავთ, აი გუშინ წირო ეს რაღაცები ვიდეოები გვხვდება და სირცხვილი რო არა, რო ასკროლავ და რო გავახსენე რომ ეს ვიდეო ეხლა რო გაქრეს და რამე და მე აი რო გახსენდება რომ ისეთ სირცხვილი რო ეს ვიდეო არ უნდა გაქრეს. მე რა ვშევ მაგდროს თვითი ანუ რეკორდ ვიწერ რა ტელეფონში რომ იქ ვინახავ რა შეიქმნა რომ წაიშალოს რაღაცა უეჭველი. ხო არ დაგისაიბები და აუდე რა მაგრამ რო აჭდება რაღაცა და წარმოიდგინე ხდება ეგეთი ვიდეო რომ ის სულ არის ის რა ეს რო არის რა ქვია ეს რაღაცა არ შემდგარია პოეტი მომღერალ მსახიობ რაღაცა ირიც რა ქვია საზოგადოება, აი ბევრი ეგეთი ტიპი. რაც ჩამოთვალე ძალიან ბევრი. გორია, გურამ შეროზია. ხო, ბევრი ეგეთი. და აი მავნებელი, აი მართლა რაღაც სარაფრით რო სტატუსებს დებს და ეს რა ქვია, არ შეიძლება ესე და რაღაც ღორები, რაღაც ახალი რამ იქნა? ძალიან ბევრი რაღაცაში, ბევრი სტატუსი, ამის სტატუსები ვასეივო და ვაშეარო და რაღაცები, მაგრამ სხვენია ჩემი ოლი მაგით დავხსნო. ტელეფონი რო გავაბინძურო. გავაბინძურე უკვე ტელეფონი და თავიდან ეხა ის ვიცებს რა. ხო და აი მეორე ჯერ აღარ შევალ მაგით. და ეს არ ხდება მართლა აი მავნებლური რა ხო არიან ვიღაცეები რა აი მართლა არ შემდგარი იმის გავსად არ შემდგარი ტიპები მაგრამ რაც არ უნდა თქვან არიან მართლა იუმორისტული წრილში და არავინ სერიოზულად არ აღიქვავს და არავინ არაფერად არ აგდებს მაგრამ ვიღაცეები არიან ვინც აი მავნებლურ ცოტა როგორი მოკოუჩო რაღაცნაირი ლექტორა ტიპები რა რომლებსაც მართლა აქვთ შესაძლებლობა და აუდიტორიაც მაგას აქ ამბის ზოგი მართლა ლექტორიც არის. ლექტორია ბიზნეს. მართალ ტიპებზე ვიცი. ჩემ მეგობარს ასწავლიდა, მე სკოლა რო დავამთავრეთ, მე ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი, რომ ჩააბარა უნივერსიტეტში, მისი ლექტორი იყო, შეროზია. თუ სწორედ მიხვდი ვიზეც ამბობ. კი, ალბათ ეგ არის. გურამ შეროზია. კი, გურამ შეროზია. კი ბატონო, ლექტორი იყო ესე 10-11 წლის წინა. კი, ანუ დაჟე ლექტორი იყო 10-11 წლის წინ, ეხლა შეიძლება დოქტორი ვარ და შეიძლება იყო ფაქტორებს აკეთებს იმაში, ა? ჩვენზე დიდია საკი. არ ვიცი. დოქტორანტურა. არ ვიცი, ანუ მან ნახე იდუმალი არის შეიძლება, აი გამაინტერესებს. მაგას არ ჩავეძიოთ რა. ეს რა არის და ამებს ხვდებთ, ანუ პერიოდულად აი სულ ხვდება რომ აი ვიღაცა იზახის რომ აი რუსები და ესენი და აი არავინ არ ეკაჩება, არავინ არ ძალით არ თხოს რომ ეს გინდა თუ არა ეს გააკეთე და გინდა თუ არა იგადე. მაგრამ შვება ეგეთ რაღაცას რომ აი ხელს იშვერს რომ მოკლედ აი ის არის არავინ არ ეკითხება ვინ არის და აი ეს არის რუსი ვიღაცა და იშვერს ხელს და თვითონ მე რომ მაგალითად ეხლა მქონდეს ნალაპარაკები რამე ისეთი ცხოვრებაში რასაც გადაცემაში მაგალითად მე ლაპარაკობ და გამახსენდება რომ სადმე როდესმე მე ეგეთი რაღაცები არ მიკეთებია რომ მსგავსი მჭი რომ მოგება რომ გავიგებ იმას რომ მაგალითად რომ რაღაცა უნდა ვთქვა ეხლა რამე სადმე რამე სხვა აზრზე ხო ყოფილა რომ მადლობა ღმერთს რომ არასდროს რა მაგრამ ეხლა რომ უკვირდები ამათ ვაფშე ნამუსის ძარღვი არა აქვს ანუ ოდნავად აი ერთი კვირის წინ შეიძლება ნალაპარაკები ქონდეს პირიქით იქ იყო ნამღერი ნაცეკვი ნაგულავები და მე გამოდიხარ და ანუ ვიღაცისგან იშვერთვის აი ესეთი უნამუსო და ზნედაცემული ადამიანები მარტო პროსტა მინდა რომ რუსეთის მოქალაქეები არიან და მოზღვავენ რაღაცე მინდა რომ ეს გამოვააშკარაო რა ეს ტიპი და ეს ვიდეო უნდა გავაცრო ეხლა რა ამას შეხედე და ბოლოს კომენტარს დააკვირდით რა გადავა ვინ უწევს რას. იმენა შიგნით შესული ხდები ანუ ის მომენტი კი არ არის აქ რომ ოდნავ წაიმღერან გადავა ანუ იმენა ხოდა ეხლა ისიც მინდა რა რომ ჩვენ როგორც
თავი მიგვაჩნია ნორმალურ ქართველ შეგნებულ ადამიანებს რა და იმის თქმა გვინდა ამით. აქ არავის პრობლემა და პრეტენზია იმაზე არ აქვს. შენ რაც გინდა იმღერე. ზუსტად მაგას ვაპარაკობთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ეგ თავისუფლება, რომ შეგიძლია ის იმღერო, არავინ ამის გამო არც ჩაგარტყას, არც უნდა ჩაგარტყას და არ შეიძლება. ეგეთი არის გაკეთება. ჩვენ როგორც ესეთი რაღაცნაირი შეგნებული კულტურული ადამიანები უბრალოდ მოგიწოდებთ. ურა, რუსული სიმღერის პრობლემა კი არ არის პრობლემა, ან რაც გისწორდება იმის სიმღერა კი არის პრობლემა, ან რაღაც ბავშვობის ნოსტალგია ქონდეს შეიძლება რუსულ სიმღერას და გისწორდებოდეს და თავდებ, ეგეც არაა პრობლემა. პრობლემა არის რომ უთავმოყარეო რო ხარ და რუსულ სტატუსებს რო წერო, აი ეღორები, ისინი, ძროხები, ესენი და არა და შიგნიდან აი ესე მაგრა რო გევასება რუსული რაღაცები. მე გონა რომ ვიაგრას სამივე გოგო იყავი ერთად და უნდა გეკანავა თუ რაღაც. ანუ მართლა ეგ სირცხლილი არის, მაგვიდეოს ბოლოს დააკვირდით. რაგვი თავის დაკალი რო ყავს ის რაღაცნაირი გოგო, ის გოგო უწეს მაგის სახელაგვარი იქ ამოვა, ეხა არ მინდა ახსენო ვაფშე და ის უწეს რომ ჩემი ჩაკალელიო თუ რაღაცას ბოლოს, ანუ კომენტარი აქვს, ის უდებს თან ვიდეოს. ანუ თემა რა არის, რომ იასნიან ეხა რუსებიდან ერთმანეთს გადავებიან, ანუ არ გადავები. რუსები და მე ეკმოდი რომ მიდის, ეხა ამან ხო იცის რომ იასნია იმას რუსული სტატუსი და კანონი და იქ ერთად არიან მაგ პონჩი. ეს უდებს ამ რუსული სიმღერის გულაობის ვიდეოს, რომ რა საყვარლად გულავ, იდეა დევს რომ რუსული სიმღერის პონტია და ჩემი ჩაკალელო თუ რაღაცას უწევს. ეს ერთი მავნებელი რომ და ეს ვინც უწევს კომენტარს, გუშინ წინ ხდება ვიდეო, რომ იგივენაირი სტატუსები და იქ მინეს და ეტა მოსკოვა და რაღაცებს იძახის იგზის და იქიდან რეპორტაჟს აკეთებს. აი ვაფშე ის იმდენად ქვედა ლეველია, რომ სახელი და გვარიც არ ვახსენე და მოდი ეგ დავაფუძნოთ ოქ ჩვენ გადაცემაში, რომ ძალიან აი ქვევითა ტიპები ვინც არიან, არც ვახსენეთ რომ არ გავარეკო. უსახელოები. ხო, ეს ერთი უთავმოყარეო. და ესე უთავმოყარეოებზე მე ერთი ვიდეო მქონდა დასწრებული, ეს გამახსენდა პროსტა ეს კი გადარჩა ადრე მიდურა და მედუ, მაგრამ მე მგონი დავდეთ კიდევაც, მაგრამ ეხლა ვეღარ გადამირჩები და იგივენაირი ტიპი ხარ ზუსტად ჩემთვის. აი როცა მე ეძახიან რომ რუსები ხართო წინთ და ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური რუსული მეთოდები. Meanwhile, ძალიან კარგია. ძალიან საყვარლებია. და ეს ახლა რა არის კიდე იცი? თემატური. ესე მოკლედ იცოდეთ, აი ესეთ ნალაპარაკები რაც გექნება და ესეთი ყველაფერს მე აი აქ მოვიტან და აი აქ მოგიყვი და დაგილაგებთ, იმიტომ რომ ესე გახსოვდეთ რომ სამარცხოვინოს აქციელი გაქვთ ძალიან ბევრი ჩადენი და ერთხელ მაინც ხონა რაღაცაზე აგოთ პასუხი რა. მაგ თემებზე ერთს უბრალოდ დავამატებდი, რომ იყო მაგალითად დოიშვილის მომენტი. როდესაც ეს მუსკომედიის თეატრის გარშემო ატყდა მთელი ამბები და რუსეთის დაგმობა და უცებ ხალხს კომუნისტებს ეძახიან, ჯერ რუსი და კომუნისტი არ არის ყოველთვის ერთ და იგივე აბსოლუტურად. კომუნიზმის იდეოლოგია რუსი ნაციონალობა არის და ეგრე. მე უბრალოდ როდესაც საქართველოში ეს თავისი რაღაცა პროექტი დაიწყო მოღვაწეობად, მე როცებ წავიდა ჩინეთში. ისტორიული ცხოვრების ჩინეთში. ხო, არ მიანაი პრობლემა არ მაქვს არც ჩინეთთან, არავის, უბრალოდ მე იცით რას ვამბობ, რომ ყველასთან უნდა გამოიყენოს ადამიანმა, როდესაც თან სიტყვა გეთქმის, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში ხედავშოს უფრო ეთქმის, ვიდრე, არ ვიცი იმას. ხო და ადამიანი, როდესაც იყენებ ერთნაირ მეთოდს, საკუთარ თავთან რა მეთოდსაც იყენებ, იგივე უნდა გამოიყენო ყველასთან მიმართებაში. უბრალოდ ფარისევლობაა, როდესაც ადამიანს მოუწოდებ რაღაცებზე, თვითონ ამას არ იცავ. ჩემი აზრით, მით უმეტეს პოლიტიკაში, მით უმეტეს საზოგადოებაში, ხო და ესეთ რაღაცები უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ამ ხელს მათ არ აგულწრფელობას იმ პოზიციებზე რა პოზიციებითაც ისინი ასე ვთქვათ განან საზოგადოებაში და სხვებს ასე ვთქვათ თიც უქნევენ. დაახლოებით იგივე ვარიანტი არის, თუმცა როგორც დასავლეთი პირდაპირ ვიტყვი ევროპა ექცევა მაგალითად ხა საქართველოს, იმიტომ რომ თვითონ ღაღადებენ ადამიანის უფლებებზე, ღაღადებენ მაგალითად იმაზე რომ აი დემოკრატია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ხა უკრაინას და მოლდოვის თემებზე აღარ გავამ, იმიტომ რომ ეს განხილულია და ვნახეთ როგორ სამართლსაც მოაქცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების გამო და ეს ადამიანები ტიპები ვიტყოდი პირდაპირ არიან მხილებული ახლო აღმოსავლეთში ომის დანაშაულების მხარდაჭერაში. და ამაზე ვინც აპროტესტებს ამას აქციებზე და ჩვენ გვეუბნებიან პოლიციური ძალადობაო. შეიძლება იყო რაღაც გადამეტები, ნამდვილად იყო და არ იყოს ასე, მაგრამ თვითონ როგორც იქცევიან უნივერსიტეტში ჩემ მეგობრებს ბერლინში ჰქონდათ ლექცია.
სადაც იყო განხილვა, რომ ეს რაც ხდება, ეს არ შეიძლება. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე. პოლიცია შევიდა და ხალხი დაიჭირეს. ეს იყო ძალიან ბევრი ვიდეოც გავრცელდა ამაზე. აქედან გამომდინარე ეს ადამიანები, მე ნელ-ნელა მიჩენს ხოლმე მეც და ჩემ ძალიან ბევრ მეგობარს, რომელიც სხვა ჩვენს რამდენი მათგანი ლიბერალიც იყო და რომ ლიბერალი არა ის ძალიან უყვარს დასავლეთ და გონია რომ west is the best, რომ დასავლეთი არის საუკეთესო და ყველაფერი კარგი მოდის დასავლეთ. კეთილი იქით, კეთილი იქით და მე ზოგიერთი უბრალოდ ნელ-ნელა ხვდება რომ ეს რაღაც კეთილი რეალურად როდესაც არჩევის პოლიტიკას არსად არ არის რაღაც ძალიან კეთილი და ძალიან ბოროტი ეს რაღაც ის არეულობა არის და მე თვითონაც ხვდებიან რომ ეს ღირებულებები რომლებსაც ისინი ღაღადემე რეალურად ცარიელია და მარტო მხოლოდ ქაღალდზე არის და დაახლოებით იგივე არის ეს ჩვენი ქართველი ინფლუენსერები არც რა დავარქვა ამ საზოგადოებრივი მოღვაწეები არა საზოგადოებრივი მოღვაწეები ეხლა როდესაც მუსკომედიის თეატრს მართავ შენ ამდენი საუკუნე რაღაც მიშას დროიდან და დღემდე და მაინც რაღაცა ხალხი პატივს გცემ და ნაკლებად და მე უცებ რადგანაც ბრიუსელმა თითი დაუქნია ბრიუსელმა რა მოდი პირდაპირ თქვა ვაშინგტონი მე და ბრიუსელი არაფრის გამკეთებელი არ არის თავისით ძირითადად უცებ მე შენ თლიანად ატრიალებ ამას ნუ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს მაგრამ უბრალოდ ვამბობ რომ ეს რაც ხდება არ არის ორგანული მხოლოდ ქართველი არა ეხლა მაგის მედასავლეთების ეს მოდის აი ბრიუსელიდან და იმიდან და ძალიან ლოგიკურია რომ ეს ადამიანები ებმიან იმათ ვინც მათ აფინანსებს ანუ ერთნაირები არიან ამის თქმა მინდო ტრამპ ეხლა მაგალითად ჩვენი ელჩი მიიღო წუნებათა სიგელი გადაცეს მეგობარი აქტი სამასენატორმა შეაჩერა და კიდე შენ თუ გაიგე არ ვიცი მაგრამ ეს რამდენი მართალი არ ვიცი რომ სენაკში დაიწყო ნატოს წვრთნებიო გაიგე ამის რამე არ ვიცი მაგრამ არ ვიცი ეს რაში დაეხმარება საქართველოს ხო და მაგას ვიძახე ეხა იქ რა მაგას ვიძახე ძალიან საინტერესო ეხა მედია რო არ ავცელეს კაი მაგას გავიგებ მაგრამ ზუსტად ვიცი და მე რა გავცელებ და მედია შენ წარმოგიდგენია ვინ მედიის არ გავცელებას ლოგიკა ისინი არ გავცელებენ მაგას ვიძახე უეჭველი აქამდე გავცელებული იქნება არა ნა ხელისუფლება და ოპოზიციის ხო ორი ტელევიზიები ჩვენთან ხელისუფლებას არ აწყობს ამის ანუ აქტიურად რო გაიგოს ყველამ რომ ამას აკეთებს მაგრამ ოპოზიცია რა არის ოპოზიცია შეიძლება აწყდეს მაგრამ ოპოზიციას ბოსები ყავს რომელიც შეიძლება არაძლებენ უფლებას ამის რომ ეს ტელევიზიებში გავიდეს. მაშინ ის ბოსები, მაშინ ერთი ბოსები ყოლია თქ და ესე. ხო. არა, ისე საბოლოო ჯამში. ანუ, ბოდი შედავასრო ხო და. აქამდე ხო იყო პრობლემა ეს მეგობარი აქტზე ყველა იძახდა ექსპერტები და ვინც ყველა საუბრობდა ამაზე რომ ამას უეჭველი მიიღებენ ასე შემდეგ ასე შემდეგ. უცებ რაღაცა შეიცვალა, უცებ ელჩი მივიდა, უცებ წუნებათა სიგელი მიიღეს ელჩი ყავს უკვე ამერიკაში. კაი ხალბატონია სხვათა შორის. მეგობარი აქტზე გავქნა ახლა უცებ ეს ინფორმაცია შემოვიდა რომ აი რაღაცა ხო ხტები რას ჩანს რომ რაღაცა მოლაპარაკება შედგა ესე იგი რაღაცა თუ ეს ყველაფერი თუ მართალია მაგალითად ეს ნატოს ეს საშინელებაა ჩვენ ანუ ჩვენი ხელისუფლება 4 წელი რა პოლიტიკას ატარებს ეს წყალში შაყრა არ იქნება შანსი არა ხო იმედი ვიქონიოთ რომ არ იქნება მაგრამ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი წერს მაგრამ ესე რა ბევრისგან გავიგიან დღევანდელ მოცემულობაში მე მივესალმებ საერთოდ ყველასთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვისთანაც ჩვენ შეგვიძლია და ამერიკასთანაც ასევე მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავარდეთ ზედმეტ ოპტიმიზმში, უბრალოდ ცოტა კრიტიკულად შევხვდები, ძალიან კარგია რომ ჩვენ ელჩი მიიღეს, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ბოდიში ეს ხო არ უნდა გვიხაროს ტრამპმა გამარჯობა გვითხრა ამაზე, სულაც არ უნდა. ან ეგ არის პრობლემა, იმიტომ რომ მე ვხედავდი ძალიან ბევრი ჩემი ასაკის ადამიანსაც, რომლებიც ამერიკის და ნატოს დროშებით დარბიან და გონიათ რომ ამერიკა და ნატო გვიხსნის ჩვენ. და მე ვფიქრობ რომ ჩვენ ამერიკამ და ნატომ არ გვიხსნა, ამერიკამ და ნატოს ჩვენ გვინდოდა რომ ჩვენ ამერიკა და ნატო გამოგვეყენებინა იმისათვის რომ საქართველოს თავი დაიცვა რუსული აგრესიისგან, ან რუსული ექსპანსიისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში ნატომ და ამერიკამ ჩვენ გამოგვიყენა, ჩვენ გავგზავნეთ მათ ომებში, მათ მისიებში, ჩვენი ბიჭები. ძალიან რთული ხელფასებს რო იცოდეთ თან. კი ბატონო და იგივე აი საქართველოს და გერმანიასთან გერმანია ნატოს წევრი 80 მილიონი ქვეყანა ერთნაირი კონტინგენტი რაოდენობის 6000 ჩვენ და 6000 მათ არ უნდა ყავთ რა არასთანასწორი და რას ვამბობ ეს უნდა იყოს ნორმალური მოვლენა რომ შენი ელჩი ვიღაც პრეზიდენტ მიიღო მაგრამ ეს არ უნდა გახდეს შენი ქვეყნის როგორ თქვა მიზანი და მისია რომ შენ
ამერიკის პრეზიდენტმა ხელი დააკინა, რაც უნდა წაის დაეკინა ვენის კონვენცია და ეს ელჩები და ანუ ეს არის ტრაგედია, რომ აი მაგალითად რაღაც თავისუფლების იმით რომ გამოდიოდნენ, თავისუფლების ქანდაკებით, მასკებით და რაღაცეებით და იაფარლავას რომ იყავდა მაგათი აქცია, რომ ამერიკა დაგვეხმარა. მეგობარი აქტი. მეგობარი აქტი თვითონ რა იყო? მეგობარი აქტი. მოდი ესეც გავარჩიოთ, ხო? მეგობარი აქტი ბაიდენის ხელისუფლების დროს ეწერა. ეს გარჩებოდის ნახე რატო გაწყვეტნებს. ეწერა თქვი რომ 3 მილიონი იქიდან 3 მილიონი კაციდანაც 6000 კაცი და იქიდან აი ეს უბრალოდ ოდნავ აი კარგად თქვი რომ მაყურებლისთვის იყოს ეს ძალიან საინტერესო რაღაც არის აი და იმ ჩვენი მაყურებლებისთვის ვისაც მართლა რომ ეს იმის განცდა გუსამართლობის და მართლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის ეგ და მეც არ ვიცოდი წარმოიდგინე და მინდა რომ უბრალოდ მაყურებელს ორი სიტყვით მეტი უთხრათ მაგას და გააგრძელე მე მეგობრის ანუ საკანონი ეს ჩვენ არ ვიყავით ნატოს წევრი და მე ვფიქრობ რომ არც ვართ ანუ მაგ პერიოდში არ ვიყავით და ჩვენ როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია ჩვენ მივიღეთ სხვა ქვეყნების ოკუპაციაში მონაწილეობა ოღონდ ის იმ ქვეყნების ოკუპაციაც რა თქმა უნდა იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა განსაკუთრებით არის ერაყი თორე ერაყში შეჭრა ნატოს მიერაც არ იყო სანქცირებული, იმიტომ რომ ნატოს წევრებმა, საფრანგეთმა და გერმანია, როდესაც მათ დამოუკიდებელი ლიდერები ხავდა ჩაკ ჟირაკის და გერჰარდ შროდერის თავოსნობით, მათ უარი თქვეს, რომ ჩვენო არ ვიზავთ. მხოლოდ ბრიტანეთი და ამერიკა შეიჭრა და ნუ ეს პოსტსაბჭოთა ვაშა ამერიკა ქვეყნები ძირითადად. ბალტიისპირეთი, პოლონეთი და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენც მიგვეღო ამ ნატოს მისიებში მონაწილეობა. სააკაშვილის პერიოდზე და ალბათ ლოგიკა იყო ის, რომ ჩვენ თუ გადავიხდით ხარკს, ჩემს ეს იგივე ხარკი არასაც ჩვენ ოსმალებს და საფაბიდებს უხდიდით ხოლმე, ჩვენ ბიჭებს გავგზავნიდით იქ. რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა გროშა გადმოგვიგდონ ნატოში მიღებით, რაღაც მაპზე უკეთესის მოცემა. მთელი ბავშვობა იქ მახსოვს. 30 წელს გადავაბიჯე და მან და ღერებში იყო და გადავაბიჯე. ნატო აკაურობას რა სტიკერები და ძალიან უკრინჯეს. და რას ვამბობ, რომ ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას ამაში, არაფერი ხო არ მივიღეთ აქედან ჩვენ დაზარალებული ბიჭების გარდა, გარდაცვლილი ბიჭების გარდა და ბევრს ძალიან მძიმე მდგომარეობა ქონდა, როცა ჩამოდიხარ და იქ ხა ომში ხარ და იქ სასტიკ მისიებში მიდიხარ და იქ ბავშვებს და 1000 აშენებას ხედავ ფსიქოლოგიური ტრამვები ნუ ამას ხო ცალკე მიხედვა ჭირდება რა და ესე არ არის ჩვენ არაფერი არ მივიღეთ და ჩვენ 3 მილიონი საქართველოს კონტინგენტი რაღაც პერიოდში თუ არ მახსოვს 2009-10 წლებში იყო 6000 კაცი ავღანეთში გერმანია რომელიც არის ნატოს წევრი, ეხლა ავღანეთებს ავალ ფერახზე და მისი მოსახლეობა არის იყო მაშინ დაახლოებით 80 მილიონის გარშემო შეიძლება ეხლა 78 80 მილიონი შეიძლება ეხლა 85 ნუ რაღაცა ეგრე 75 იყოს არავის რო არ გაუტყდეს 75-ია და თუ მეტნი არიან იყონ არა ეხლა შეიძლება იმათი მონაწილე თან ისი ნატოს წევრი მათაც ყავდათ 6000 ჯარისკაცი. თავარი კიდე რა რომ ჩვენ უხდიდით ხელფასებს, ჩვენ ჯარისკაცებს, ნატო კი არ უხდიდა. ბიუჯეტიდან გამოდის ისე ჩვენ ჯარისკაცებს ჩვენ ვიხდიდით. ქვეყანა რომელსაც ყავს მინიმუმ 75 მილიონი მოსახლეობა და ჩვენ ყავს 3.5, აი ჩვენ 4 მილიონი ყავს. ჩვენ ყავს 4 მილიონი და იმათ ყავს 75 მილიონი და ჩვენგანაც 6000 კაცი წავიდა იმისიაში იმათგანაც 600000 კაცი წავიდა და 600000 კაცი წავიდა და საბოლოო ჯამში ხელფას ამ ჩვენ ჯარისკაცებს იმათთვის რომ გვერდში დამდგომოდით და უხმარებოდით ჩვენ უხდიდით ჩვენი ჯიბიდან. ძალიან კაია ეს ფაქტი. გერმანია არის თან ნატოს წევრი არ დაგვავიწყოს ჩვენ არა. და ეხლა კიდე რა მართლა იმდენი რამე გვაქვს ჩვენ მაგათთვის გაკეთებული. ეხლა რაღაცა კანონი მივიღეთ და დაიფიქრე. როგორი არასწორები არის. და მეგობარ აქც რომ დაუბრუნდე უბრალოდ რა. ვარ დავიწყეს ბოდიში კიდე ერთხელ. არა კაცო ძალიან კაი იყო რომ ამეხსნა, იმიტომ რომ ხან კი, აი მე ესეთ რაღაცებზე ოდნავ ბოდიში გიხდი და არა, კაია, პირიქით კაია, მიხარი ხოლმე რომ გაშლის საშუალებას პირიქით მაყურებლისთვის უფრო გასაგებია გახდეს. ეხლა რა ჩხე მეგობარ აქც. მეგობარი ახტი, ჯო ვილსონი არის კონგრესმენი ჩვეულებრივი და ამერიკაში კონგრესმენები იღებენ ფულს. ან ეს არის ოფიციალურად ლობისტებს შენ თუ გინდა მაგალითად რომ ჩემი კომპანია მინდა კომპანია ავაშენო და იქ რაღაც წყლის დაბინძურებაზე აქტივისტები არ გამომივიდნენ მე შენ მოდი კამპანიას დაგიფინანსებ შენ მოდი ჩალიჩე ესეთი კანონები მიიღე რომ მე ასე ვთქვათ არ გამირთულდეს რა და შენი დამეხმარე იგივე არის საგარეოზეც on საგარეო ურთიერთობებიდან როდესაც შედის ვიღაცა საგარეო ორგანიზაცია სრულყოფილად მაგით უნგრეთის ჩიმის რაღაც ჩილესი, არ ვიცი, მექსიკის, კოლუმბიის, ესპანეთის, იტალიის რაღაც არასამთავრობო ისინი რეგისტრირდებიან როგორც უცხოელი წარმომადგენლები, ფარათი. მათ შეუძლიათ ფული გადაუხადონ კონგრესმენს
კონგრესმენი შეიძლება დათანხმდეს, შეიძლება არა. შეიძლება ფული გადაუხადოს, მე გააკეთოს, შეიძლება არ გააკეთოს. მაგრამ ეს არის ლობიზმი. მოთხოვნა არ არის, აი ვერ მოთხოვს მოთხოვნის. ლობიზმი, კაროჩე. შეწირულობა, ეს კი არა რომ შენ გიქირავ, მე შენ შეწირულობას გიკეთებ. მე თუ მინდა მე თუ ჩემ ნამუსია, მოკლედ მე. ხო, მაგრამ ძირითადად ნუ ამერიკაში მიღებული არის რომ არ გაგიტეხოს. ხო, მე იმიტომ რომ მე ფარათესენი. ასე თქვა, გამჟღავდება რომ შენ აი ლობისტების გაძლევენ ფულს და შენ მათ საქმეს არ უკეთებ და შენ აღარ დაგაფინანსებენ და დეპუტაცია გექნება ლობიზმი რო შევაფასოთ ლობიზმი არის დაკანონებული კორუფცია და ეგრეთ ცხოვრობს იქ სენატი და იქ კონგრესი. ეხლა შეიძლება მეგობარ აქტს. მეგობარი აქტი ბაიდენის დროს დაიწერა. მეგობარ აქტში რა იწერა რომ აი რუსული გავლენა რუსეთი დაამატეს მერე და აი მანდ მიდიო რა ზუსტად რა ჯერ წერია რუსეთ ხო შეიცვალა მთავრობა ამერიკაში. ამოვარდა რუსეთ ჩინეთ ირანი სიტყვა სიტყვით. იგივე არის პროსტა უბრალოდ სახელების შეცვალეს რა ანუ რუსეთი შეცვალეს ჩინეთ ირანი და ჩინეთ და ირანი ანუ აბსურდი არის რა და რა თქმა უნდა ეს გახდა მათი ასე ვთქვათ ლეგიტიმაციის სამწუხარო ჩვენთან ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა მათ შორის ქართული ოცნებაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ლეგიტიმაციის წყაროთ ასახელებდა საგარეო ინსტიტუტებს, ევროპას, ამერიკას და ასე შემდეგ. უკრაინის ომის მე რაღაცები შეიცვალა, მთავრობამ ყოველ შემთხვევაში შეცვალა. და ოპოზიცია ვერ იაზრებს, რომ ეს გარეთა ლეგიტიმაცია მათ ნიშნულს, მე ვფიქრობ, რომ ლიბერალიზმის დაბლა წევს, იმიტომ რომ ეს არაორგანულია და ეს დასავლეთი აღარ მუშაობს მაშინ მით უმეტეს მაშინ როდესაც ჩვენ ხედავთ რომ მათი პოლიტიკოსები ჩამოდიან ჩვენ პოლიტიკური ხა არ ვეთანხმები აქციას სხვა მაგრამ უცხოელი პოლიტიკოსი დეპუტატი როდესაც ჩამოდის ჩემ ქვეყანაში პოლიტიკურ აქციაზე და სიტყვებით გამოდის ხო და წინამთავრობის დამნაშავე ლიდერ სააკაშვილის გათავისუფლებაც მოითხოვა მე მგონი ლიტველმა თუ პოლონელმა აღარ მახსოვს must be free სააკაშვილი ხო ანუ ეს ადამიანები როდესაც ჩამოდიან მე კითხვა დავსვე ეს მათ ქვეყანაში ეს წარმოუდგენელი რა მოხდეს ხო ჩვენ გვიყურებენ, არ ვიცი, იმიტომ 30 წელი ყველაფერზე თავს ვქნევდით. გვიყურებენ რაღაც კოლონიას და მათ მისიებში ბიჭებს გზავნედით, რომ არაფერს არ ვიღებდით. სხვის ომში ომოვდით რა. სხვის ომში ოკუპაციებში ჩვენ ოკუპირებული ქვეყანას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენ მისიებს გზავნედით და მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცას ყველაფერზე თავს ვქნევდით. და ის რომ მათი პოლიტიკოსი თურქეთში გაბედონ უბრალოდ რა აი თურქეთში გაბედონ ჩაიყვანოთ რომ ის თურქიც მოუტრიალ შეიძლება უბრალოდ შენახ რა გინდა თურქეთში მაგალითად შეუძლებელია რომ მოხდეს იგივე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ვფიქრობ რომ ამდენი ხანია გვიყურებენ ჩვენ როგორც რა დაბალი ხობე როგორც კოლონია იმიტომ რომ მართლა ყველაფერს უსრულებდით და აი მაგალითად თავრობაც გამოდიოდა ევროკავშირმა რა თქვა კარგია და იქნებ გავაანალიზოთ რომ შეიძლება ეს მუშაობს გერმანიაში, მაგრამ თვითონ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში არ იმუშავებს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისებური სოციალური, ეკონომიკური, კულტურული მოცემულობა, რაც გერმანიაში მუშაობს, ის ბულგარეთში მაგალითად არ მუშაობს. და საქართველოში მით უმეტეს, რომელიც სხვა რეალობა არის, ეს არ იმუშავებს და ამან ევროკავშირი გახადა რელიგია სამწუხაროდ საქართველოში. ან რელიგიურ დონეზე არის რა მართლა აყვანილი. მასიურად არის ის რომ აი ევროპაში გონიათ რომ ყველა ჩვენკენ არის და ევროპის როდესაც იყო აქ აქციები ევრონიუსზე უბრალოდ შეუძლია შესულიყავით გერმანულ მედია საშუალებებზე ეხ კიდე ეგენი ვარჩინოთო დაახლოებით ანუ ძალიან სუბუქად ვამბობ და ძალიან შეურაცხყოფილ რაღაცებს წორე თვითონ ადგილობრივი ჩვეულებრივი ყოველდღიური გერმანელი ადამიანები ტიპები წერდნენ ჩვენს რომ ესენი ვიღა არიან რომ საქართველო რა ანუ როდესაც იქ იზრდება ევროსკეპტიციზმი ჩვენთან რატომღაც ისე 80-იანი წლების იდეოლოგიაში ვართ სიوامში ჩაკეტილები რა და აი ეს ძალიან სამწუხარო იმიტომ რომ ეს ესეთი დამოკიდებულება არის რომ მე მაგალითად ევროკავშირის უბრალოდ კითხვების დასმის გამო დაცენზურებული ვიყავი სოციალურ მედიაში და მომიწია გადასვლა TikTok-ზე მაგალითად Facebook-იდან იმიტომ რომ აი უბრალოდ კითხვებს როდესაც დავსვი და ესენ მე ღაღადებენ დემოკრატიას, ნუ გასაგებია რა, არაფერი მანდ ახალი არ არის. მოდით რა ვქნათ ხა უკრაინის თემაზე გადავიდეთ რა. ზელენსკის როგორ შეუყენეს წყალი რა, ჯერ აქამდე არა ხო ზელენსკი ხო იყო Times-ი წლის მამაკაცი და ხო გახსოვთ ეს რაღაცები რო იყო ზელენსკიზე რომ აი ყველა რო იპუტავდა ერთ ამბავში. ეხა თვითონ დასავლური მედია რამდენიმე აი ტელეგრაფი და პოლიტიკოს სტატიებს აკეთებ რას წერენ ზელენსკიზე. უკრაინის ზაკრული მტერი, მისივე ხელმძღვანელობა.
ორი ძირითადი ანტიკორუფციული სააგენტოს განადგურების შემდეგ კიევის დემოკრატიული უკუსლა საბოლოოდ მიიპყროს სოფლის ყურადღება. ეს პოლიტიკა. ეხლა რასაც ტელეგრაფი. უკრაინის გულისთვის ზელენსკი ახლა უნდა გადადგეს. შთამოგონებელი ლიდერი აღარ არის რუსეთთან კონფლიქტის დასრულების გადაწყვეტების ნაწილი. ის ახლა პრობლემის ნაწილია. ამას წერენ რუსები კი არა, დასავლეთის ძალიან ავტორიტეტული გამოცემები. კიდე აქციებია კარგად ვიცით ხო უკრაინაში უკვე? ეს ომი ხო არის რომ უკრაინა და რუსეთი შრომის ომი არის ხო? დიდიაში ესე ვიცით ხო კაცობრიობა ნუ ყველამ ხო? აქ სინამდვილეში უკრაინა არის უბრალოდ ინსტრუმენტი. კი ბატონო. და დასავლეთს და რუსეთს შორის მიდის ომი. ეს ომი სულ ესე ხდებოდა. აი ყირიმის ომი რო 1952 წელს ნაპოლეონ მესამე ნაპოლეონის ძმისშვილი რომ გადატრიალების შედეგად რომ მოვიდა და თავი იმპერატორად გამოაცხადა, ძალიან მალევე მივიდა იმასთან რა ქვია ოსმალეთის სულთანთან და დაარწმუნა ის რომ ის ნაპოლეონი გამხდარიყო, საფრანგეთი გამხდარიყო ოსმალეთის იმპერიაში მყოფი ქრისტიანების მფარველი. და ეს სტატუსი სულ ეკუთვნოდა რუსეთს. ისტორიულად რა, ტრადიციულად რუსეთის იყო. რა თქმა უნდა, ხა ნიკოლოზ პირველი ამაზე ძალიან გაბრაზდა და თან ამას რა ქვია ნაპოლეონ მესამეს არალეგიტიმურად თვლიდა. მე ოსმალეთთან მოლაპარაკებებსა და სტატუს-კვო ისევ აღდგენილიყო, დაიჭირეს ფრანგების მხარე და ამით დაიწყო ეს ყირიმის ომი. ოღონდ ეს იყო მიზეზი და მიზანი იყო, ყირიმიდან და კავკასიიდან რუსეთის განდევნა. კავკასიაში იყო ფრონტი მაგ დროს, ეს ბრძოლა რუსეთმა მაშინ წააგო. იგივე ხდება, არაფერი არის. ჰარტლენდზე და რიმლენდზე ხო გახსოვთ ჩვენ ლაპარაკები როგორ 70-იანებში რო დაიწყო მეორე ყირიმის ომი მოიგო. არა, მე ვიზახე ეს ბრძოლა მაგიტო დავარქვი, ბრძოლა წააგო თქო, მაგიტო დავარქვი, ეგ ბრძოლა კონკრეტულად მაშინ. რა თქმა უნდა, ინგლისის და საფრანგეთის ჩაერთო ამ ომში. ხმელთაშუაზღვისპირეთზე გავიდა და რუსეთი. ამ ომში ჩაერთო და ეს ბრძოლა მაშინ წააგეს. უნდათ რომ უბრალოდ რუსეთი შავი ზღვიდან მოწყვიტონ. ეხლა ერთ-ერთში იგივე ხდება. ერთ-ერთში ეხლაც მიზანი არის, რომ რუსეთი, აი კავკასიაში ეხლა რაც ხდება, აი უკრაინის ომი ხო, აი ხა კიდე კავკასიაში ხო უნდა ახალი კერების წამოჭრა ხო უნდა ხო ცდილობენ ამას. აი ზანგეზური რო ავიღოთ რა. სომხეთ აზერბაიჯანის საკითხი. აი 32 კილომეტრი, ანუ როგორ არის, აი რუკაზე მე გამოჩნდება აი კარგად მაყურებელი ნახავენ, ხო არის აზერბაიჯანი. აქ შუაში არის ზანგეზურის დერეფანი. ანუ სომხეთის რომელიც აკონტროლებს და აქეთ არის ნახჭევანი. ნახჭევანის მეორე ნაწილს ირანი აკონტროლებს და აქეთ უკვე თურქეთი, სომხეთია და თურქეთი. არის 32 კილომეტრიანი ანუ თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან არ აქვს საზღვარი. და ეს 32 კილომეტრია პრობლემა. მიხდეთ თურქეთს უნდა თურქეთის ხარიდან რო შევხედოთ. და ეს უნდა აკონტროლოს ამერიკა? არა, ეს ამერიკას უნდა რომ 100 წლით იჯარით აიღოს, ოღონდ სუფთა ეკონომიკური, მაგრამ აზერბაიჯანი განაცხადა ჩვენ იჯარით არავის არ მიწევს. კიდე სხვა თემა. მარტო ეკონომიკა არ არის. არა, ხო, არა. ირანის საზღვარი. მაგას ვიზახე, მად მივდივარ ეხლა რა, მან მივდივარ ზუსტად. არცებს ესეთი პანთურქიზმი, ანუ დიდი თურანის პროექტი რა. დიდი თურანის, ანუ პანთურქიზმის იდეა არის ესეთი, რომ ერთი ერი მრავალი სახელმწიფო ან ერთ სახელმწიფოში ეს ყველა ერი გაერთიანოს. ანუ ეს ძალიან ისეთი დიდი პროექტია და ამიტომ ეს ზანგეზურის დერეფანი რომ თურქეთმა და აზერბაიჯანს გააკონტროლონ, უკვე მე მთლიანი საზღვარი აქვს ამ ქვეყნებთან. ანუ კასპიის შავ ზღვას და კასპიის ზღვას, ანუ კასპიის ზღვას აკონტროლებენ ამით. კიდე უნდათ აზერბაიჯანში თურქული ბაზის ჩადგმა. ეს თურქული ბაზა იგივე ნატოს ბაზაა. ანუ აქაც ეს რატო ხდება? რუსეთისთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ მაქსიმუმ რუსეთი კავკასიასაც მოწყდონ და რუსეთმა ეხლა ომი რის გამოც დაიწყო უკრაინის გამო, ზუსტად იგივე საფრთხე ემუქრება აქაც. ანუ აქაც არ არსებობს, რომ აქ ამას არ დაუბრუნდეს ამ საკითხს. აქ როგორ არის კიდე, იცი, შუა დერეფანი ხო არის? შუა დერეფანი კიდე აქ, ანუ აქეთ არიან, აქეთ ამ ხარეს არის ისრაელი, ეს ევროკავშირი და თურქეთი, აქეთ არიან ამის წინააღმდეგები, ჩინეთი, ირანი და რუსეთი. სამი გიგანტი. ჩინეთის ინტერესია პირდაპირ შუა დერეფანი, ან პირდაპირ ელჩის მაგას ლაპარაკობს, რომ შუა დერეფანი უნდათ რომ გამოიყენონ და შუა დერეფანი რატომ უნდათ ერთადერთი მიზეზი ლოჯისტიკურად ჯერ ყველაზე ძვირიჯდება, იმიტომ რომ გემიდან მატარებიდან გემზე უნდა ატვირთო, მე გემიდან ჩამოტვირთო, ისო მატარებელზე ამ ფინანსურად, მაგრამ ერთადერთი მიზეზი რაც ეს ჩინეთს ატვარო, იმიტომ რომ შუა დერეფანს არ აკონტროლებს ამერიკა. აი ხა ესეთ ჩახლოთური სიტუაცია. ეს ახლა რატომ მოუყვევ ეს ყველაფერი, რომ ზუსტად იგივე ხდებოდა ადრეს იგივე იყო და მე მოდი შენს უფრო გავშალოთ. აბა ეს თემა. დავიწყებ ზელენსკით, როგორც დავიწყეთ. ანუ ზელენსკის თემა, ანუ ხა დასავლური მედიას მე სერიოზულად აღარ უყურებ იქიდან გამომდინარე, რომ ვუყურებ ძალიან აღარ უყურებ სერიოზულად იქიდან გამომდინარე, რომ
ერთ პოზიციას ერთ დღეს ერთ პოზიციას ამართლებენ, მეორე დღეს მეორეს აზოვის ბატალიონი იყო უცებ ნაცისტური, ფაშისტური და უცებ მეორე დღეს გმირი გახდა მათთვის, ხო, ეს უკრაინის. აქედან გამომდინარე, ხა მე ამ სერიოზულად ნამდვილად არ აღვიქვავ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხელს ართმევს გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალინა ბერბოკი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკრონის მთავრობიდან ყოფილ ალ-კაიდას ლიდერს, რომელიც შიიტ მუსლიმებს, იეზიდებს და ქრისტიანებს ფატრავდნენ. მაგაზე შევეხა. ალ-ჯოლანი, რომელიც უცებ გადაკეთდა კოსტუმიან დემოკრატიის შუქურად და სირიას უხსნიან, ასე ვთქვათ, ყველანაირ სანქციას, რომელიც აქამ დაუწესეს და უცებ გახდა ახალი ზენესკი და ველოდებოდი Times-ის იმას Man of the Year როდის გახდებოდა. ხო, ეხლა ამას ის, აქედან გამომდინარე, სერიოზულად აღარ აღვიქვავ ამ დასავლეთს და ზელენსკის ბედი სამწუხაროდ წყალი შეუდგა, მაგიტო წყალი შეუდგა, რა თქმა უნდა, მაგრამ წყალი შეუდგა ზელენსკის, როდესაც ჩემი აზრით თეთრ სახში არ ვიცი ბიჭებო თუ გახსოვთ, დაპირისპირება მოვიდა პირდაპირ ეთერში ტრამპთან და ვენსთან და მეთქი ეს არ ექნება ლამაზად დამთავრებული ზელენსკისადმი და შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახოთ რყევები თქო და მე მგონი ხედავთ და თავისთავად ეხა საერთოდ ამ ომს რასაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინა იყო პირდაპირ გამოყენებული არის რა ძალიან სამწუხაროდ არის გამოყენებული გაწირულია და საბოლოო ჯამში ნატო ირიბად ეომება ინგლისურად პროქსიომები ქვია ამათ ეომება რუსეთს და ხედავთ რომ ვერ იღებენ იმ შედეგს რაც უნდათ რბილად რო ვთქვათ რა ეს დიპლომატურად რაც შეეხება კავკასიაშიც რა თქმა უნდა უნდათ აქაც კონფლიქტის ატეხვა იმიტომ რომ ორი ფრონტი უფრო მარტივი არის ვიდრე ერთი ფრონტი რომ იმას ქნა ხო საქართველოში არაფერი არ გამოვიდათ და ეხლა მე ვატყობ ყოველ შემთხვევაში დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ არ მინდა ეხლა მაინც სხვა ქვეყანა ჩვენი მეზობელი მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი მაინც სამხრეთ კავკასია და არ მინდა პირდაპირ რაღაცა ხელი დავადო სომხეთს მოიხსენია უცებ ევროკავშირმა შავი ზღვის სტრატეგიის ნაწილად და მე ვფიქრობდი სომხეთში რომელი შავი ზღვას ესაზღვრება შეიძლება რაღაც ტვირთმა გაიაროს რომელიც შავით მაგრამ მაინც ცოტა ბუნდოვანია რა მოდი ესე ვიტყოდი მე აზერბაიჯანს აქ ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის მდებარეობა ჩვენზე მეტად მათი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე რატო ეხლა როგორც თორნიკა მაგას სამშაბათს იმიტომ რომ აზერბაიჯანი ესაზღვრება მათ ორ მთავარ მოწინააღმდეგეს არა მარტო რუსეთს არამედ ირანსაც და აზერბაიჯანის მოსახლეობა არის დაახლოებით 10 მილიონი მაგრამ ეთნიკური აზერბაიჯანელები დაახლოებით 20 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში და ძალიან დიდი სურვილი აქვთ რომ იქ დაიწყონ სეპარატიზმი მაგრამ ცოტა რთულად არის საქმე იმიტომ რომ ირანში სხვანაირად არის დაალაგებული სიტუაცია იმიტომ რომ მათი მთავარი სულიერი ლიდერი არის დედით სპარსი, მამით აზერბაიჯანი და პრეზიდენტი, რომელიც ყავთ ახლა არჩეული, არის აზერბაიჯანი, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს აზერბაიჯანულად. ხო, შეხვედრა ხო იყო ეხლა. თავისთავად ყოფილა ეგრე საქმე. ძალიან ინტეგრირებული არის ანუ აზერბაიჯანული მოსახლეობა. სამწუხაროდ ნამდვილად არის ფაქტები, რომ მათი ენა ეხლა სკოლებში არის სწავლება, თან ლათინური ალფაბეტით წერენ აზერბაიჯანში და მან წერენ სპარსული არაბულის ვარიაციით. მთელი რიგი განსხვავება, მაგრამ ამის გამოყენება რა თქმა უნდა უნდათ და კავკასიაში ყველანაირად ეცდებიან საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე ყველანაირად ეცდებიან რომ რამენაირად მოახდინონ არეულობა ამავე დროულად კავკასიაზე გადის ახლა მესამე და მათი ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები იმიტომ რომ ჩინეთი ცდილობს დააკავშიროს პეკინი მაგალითად ბრიუსელს ხო და ეხაც იყო ჩინეთ ევროკავშირის დაახლოებით მილიარდამდე სავაჭრო ბრუნვა შეხვედრა იყო ეხა კონგრესი გაიმართა ჩინეთ ევროკავშირის და რადგან რუსეთ-უკრაინის გამო და რუსეთი სანქცირებულია ჩინეთს შეუძლია ძალიან მარტივად რუსეთის გავლით პირდაპირ ევროკავშირს მიეწოდოს დამატებითი საბაჟო გავლითის იმების მოხსნის გარეშე რამდენიმე ვარიანტი არის ეხა მოდის ტვირთი ირანიდან მოდის ტვირთი შუა აზიიდან ტვირთი მოდის გადმოდის გემზე, გადმოდის აზერბაიჯანში და მე არის საქართველოსთან გადის პირდაპირ აზერბაიჯანიდან. ან მეორე ვარიანტია რომ ზანგეზური გაიხსნას და პირდაპირ სომხეთს შემოუაროს და გავიდეს თურქეთში აზერბაიჯანიდან და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ეკონომიკურ იმაში ასე ვთქვათ ჩაგვტეხავენ. და მესამე ვარიანტია ირანიდან თურქეთში გადიოდეს, მაგრამ ირანს სანქცირებულია, რუსეთი სანქცირებულია და დარჩა ეს შუა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ირანი და თურქეთი მაინც მეტნაკლებად ახერხებენ ხოლმე დაალაგონ სიტუაცია და
აქედან გამომდინარე კავკასიაში არეულობით ისინი ურტყავენ ირანს, ისინი ურტყავენ რუსეთს და ისინი აფერხებენ ჩინეთის ეკონომიკურ გავლენას და ჩინეთი არის მათი მთავარი მტერი. იქიდან გამომდინარე რომ ჩინეთი განსხვავებით მათგან არ გამდიდრებულა კოლონიალიზმით, არ გამდიდრებულა იმპერიალიზმით, არ გამდიდრებულა სხვა ქვეყნებში შეჭრით და მათი რესურსების წაღებით და როგორც მაგალითად ინდოეთში რო არის ხოლმე საბადოდან გაკეთებული პორტამდე გზა და გზები არ არსებობს, ნეპალშიც ეგრე გზები არ არსებობს. საბადოდან, ლალის საბადოდან გაყვანილია გზა, ხო? და ინდოეთში რა მოხდა? ერთ-ერთი უდიდრესი ტერიტორია გახდა ერთ-ერთი უღარიბესი ტერიტორია მსოფლიოში, ხო? ჩინეთმა ასევე 80-იან წლებში, მაოს გარდაცვალების შემდეგ 70-იან 80-იან როდესაც მოვიდა დენ ზიაოპინგი, ბაზარი გახსნა და დაიწყო ვაჭრობა. და შექმნა სპეციალური ეკონომიკური ზონები, სადაც იყო, ასე ვთქვათ, გადასახადებისგან გათავისუფლებული ვაჭრობა და ასე შემდეგ. ის არ გავდა იმ ტრადიციულ კომუნისტურ რეალობას, რომელიც იყო დანარჩენ ჩინეთში, მაგრამ ამ ყველაფერმა უზრუნველყო ჩინეთში ეკონომიკის ისე გაზრდას, რომ დღეს ჩინეთში არის ტექნოლოგიურად წამყვანი ქვეყანა არის. განათლებით საშუალო ფენი 600 მილიონამდე ყავს დაახლოებით. 80-იან წლებიდან ზუსტად 800 მილიონი ადამიანი სიღარიბიდან ამოიყვანა. თან ეს გაკეთდა როგორ ხო? მათ არ მოუწიათ შესრულება იმ ვალდებულებების, რომლებსაც ასრულებენ დანარჩენი ქვეყნები, მათ შორის ჩვენ სოფლიო ბანკის სავალუტო ფონდის, სადაც გვეუბნებიან, რომ შეამცირეთ დანახარჯები, გაყიდეთ განათლების სისტემა, გაყიდეთ ჯანდაცვა, ხო? ჩინეთმა არ გააკეთა ეს ყველაფერი. ჩინეთმა შექმნა რამდენიმე სპეციალური ზონა, მაგალითად შენჟენში აქ და რა გააკეთა? ინდუსტრია განავითარა. ჩვენ ვერაფერს ვერ ვაწარმოებთ დღევანდელ დღესაც. თავიდან ბოლომდე ვართ იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანა, საბაზისო პროდუქტის წარმოება არ შეგვიძლია. ტურისტებს ვაჭერთ იმპორტულ და ტურისტები მოდიან, რომლებიც მე უფრო მეც იხდიან და ჩვენი ფასები იზრდება ქვეყანაში. ჩემ ბავშვობის მეგობრები აღარავინ აღარ არის საქართველოში დარჩენილი. ყველანი არიან, აი რა ვიცი 2-3 კაცი დარჩა, რა მართლა მიდიან პროსტა უბრალოდ იმიტომ. ხა შენ დაიწყე და იმიგრაციასაც რო შევეხო. კი ბატონო. აი რა სიტუაციები არის რა ეხა ევროპაში ხო კარგად ხო ნახოთ ხო ყველა რაც ხდება რა იქ ესპანეთში უკვე ფიზიკურად დაპირისპირება მიდის. ეხა ტრამპი გამოვიდა ევროპაში, ხა შოტლანდიაში იყო თავის რაღაც ვილადე თუ სადღაც ჩასული და ლიბერალია. პირდაპირ ლიბერალიზმის და არ არის ლიბერალიზმის ბრალი მარტო მე ვერ დაგეძებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონსერვატიული მთავრობებიც ამ ქვეყნებში ზოგადად ლიბერალიზმი ხო მართავს ბოლო მესმის რასამ, ანუ ჰეგემონი, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ის კი არა, აი ეს ემიგრანტებს ეს ემიგრანტები არიან ძალიან საცოდავი ხალხი, უმეტესად რა და გამწარებული ხალხი, რომელიც ადამიანია და თავის გადარჩენაზე ფიქრობს. და მიდის ამ ქვეყნებში რა. და რატო? იმიტომ რომ მათ ქვეყნებში გადატრიალებებს კონტრრევოლუციებს აფინანსებენ, ბლოკადაში ყავთ, სანქციებს უკეთებენ. სირიამ დაკარგა 15 მილიონი ადამიანი. რატო? იმიტომ რომ გადატრიალება დაიწყეს. რა მიიღეს? ლიბიაში, სადაც იყო სოციალიზირებული ჯანდაცვა, დაიწყეს გადატრიალება, იმიტომ რომ საფრანგეთს ჰქონდა თავისი ინტერესები და ლიბიას ჰქონდა ნავთობი. გადააგდეს კადაფი და მიიღეს 70-ად დაყოფილი ქვეყანა, რომელსაც ნახევარი აკონტროლებენ ისლამისტები და ხალხი გარბის. და ტრეფიკინგი და ათასი უბედურება. რა ესეთი კატასტროფები როდესაც ხდება, თავისთავად ხალხი გარბის. იმიტომ რომ იყურებ, რომ ამ ქვეყანაში საჭმლის ფული არ გაქვს და იყურები, რომ აი ჩემ შვილს რაღაცა ხო უნდა გამოუგზავნო. ჩვენი იმიგრანტები რატომ მიდიან ჩვენგან? რატო არიან რომ ექთნებიან მაგალითად ექთნებზე მაგ ნამუშევარი კვლევა მაგ აკეთებ 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი მყავს ვიდრე არის საჭირო. ამასობაში გვეუბნება საქართველოს ბანკის ევექსი ყიდულობს კლინიკებს საქართველოში. საქართველოს ბანკი რომ ლონდონიდან იმართება უცნობი იმითი და ჩვენ ხალხს ავალიანებს და ამ ექთნებს უხდი და სანამ ვიბრძოლით 300 ლარს ხელს 144 ლარს რო უხდი ექთანს ხელფას მარტო ხელა დედას და შვილი აბიტურიენტი ყავს როგორ უნდა გადარჩეს 6 მილიონს ჯარიმებს იხდიან რომ ხელფასი არ გაზარდა ორებმა და ესენი მიდიან მე ეს ქალები კაცებიც მაგრამ ჯერ ამ სიმაშოვხე მიდიან რადგან ექთანი ხარ იტალიაში და საბერძნეთში უფრო მარტივად დასაკვდები მოვლელად რომ ნუ ექთნად დამუშევარი ხარ დიპლომი გაქვს და მაგრამ იქ შენ თანხდები ისეთ პირობებზე რომელზეც ადგილობრივი არ თანხდება და მონურ პირობებში არიან ჩვენი ქალები როგორც ჩვენთან პაკისტანელი ჩამოვიდა გლობოზე მივა ბულზე მივა მაგალითად და ხუთლარად იმუშავებს და აქ ჩვენ ვერ იმუშავებთ აქ როგორ რაღაცა უნდა მოხდეს იცი რომ უნდა სახელმწიფო უნდა ჩაიროს და მაგალითად პირობითად ვიძახი რომ 1500 ლარზე ნაკლებ შენ ხელფას ვერ გადაიხდი ზუსტად შო მე იქ თუ გინდა პაკისტანელმაც იმუშაოს ჩინელმაც და იმას მოხდება ის ქართველის არ დაიჩაგრება მაგრამ რა არის უყურეთ აი გლობოს თემას შეეხეთ ძალიან მაგარი თემა არის ეხლა მაგ გლობოზე არ უფრო ბოლძია გლობოზე სულ ქართველები არის არ შემხედრე კურიერების თემა რატო შრომითი კონტრაქტები არის
დაგერიდება და შენ გეუბნება ტრილიონიანი კომპანია რომ მე მილიარდიანი კომპანია და შენ ფრილანსერი იყავი ძმაო შენ და მე თანაბარი ვარ და შენ ანუ ბევრს უსწორდება რა ახალგაზრდა ხარ თანაბარი უფროსად არ იქნება რა და შრომის კონტრაქტი რო არ გაქვს არ გიცავს არაფერი ესე გაგაგდებენ მე დასვენების საშუალება არ გქონდა იმიტომ არიან ცუდ პირობებში და მე ხედავენ რომ საქართველოში არ კონტროლდება ეს როდესაც ვოლტის ბიჭებს ჰქონდათ გაფიცვა და არ გამოვიდა არაფერი, მიშვებული არის ეს თემა, მე გადავიდნენ და საცოდავ იმას რაღაც ძირითადად სამედიცინო სტუდენტები, ინდუელები და ვიღაცებს ასაქმევ, რომელზეც არც შრომის კონტრაქტი ვრცელდება არაფერი და იღებენ ესენი მაქსიმალურ მოგებას ძალიან დაბალ ხარჯებში. ანუ ეს მიგრაცია პრობლემა არის ერთის მხრივ ქართველები გადიან საქართველოს, იმიტომ რომ დემოგრაფია პრობლემაა ჩვენი. ანუ დემოგრაფია შობადობა არ არის ერთი პრობლემა, როგორც ემიგრაცია, ანუ რა ხდება 20 წელზე და შრომის უნარიანი ადამიანები გადიან ქვეყნიდან, ახალგაზრდები მიდიან გერმანიაში, ამერიკაში, ცოტა უფრო ასაკიანი ხალხი, რომელსაც პროფესიები მიდიან მოვლენილობად მუშაობენ. რა, აი კატასტროფა ან კიდე არის სეზონური თხილის კრეფა თურქეთში, ჩემი მეგობარი წავიდა თურქეთში ჟურნალისტად და მითხრა, რომ აი სამეგრელოდან გურიიდან მიდიანო თხილის კრეფაზე და ამ ჩვენ უფროსმა ხელზე ითვლი და წერა კითხვა არ იცოდაო რა. ანუ ეგეთი სიტუაცია არის და ну მართლა ეგრე ვიყურებინ იაპ მუშახელად ვიყურებინ რატომ უნდა ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობს ხო იაპ მუშახელი არის და სავიზო რეჟიმს შენ გაძლევენ თან იმისთვის რომ თან ვითომ გითხრან აი მე შენ ამას გაძლევ და თუ რამე ეწევ მაგრამ სინამდვილეში შენ მათ ჭირდები იაპ მუშახელად შენგან გადის აქედან ხალხი იაპად შენთან მე შენთან შენი ადგილობრივი ბიზნესმენები ან მათი ბიზნესმენები დიდი რაოდენობით რო არიან აქ ის იმათ აღარ აქვთ კადრი და ისინი ცდილობენ მე აქ უცხოელები დაასაქმონ და აი ეს არის მდიდრდება ხო მუდმივი ჯაჭვი რომელშიც ჩვენ ვართ ისინი აქ არაფერი არ რჩება ეგრეა მაგას ვიტყვი ჩვენ არაფერი არ რჩება მუდმივად გადის ტურისტები მოდიან საქართველოში იზრდება ჩვენი ფასები მუდმივად და ისე ხდება ისე იზრდება ეს ფასები რომ ჯერ ისეთი პროდუქტიც უპასურდება მაგალითად საჭმელი იქნება რა ღვინო რაღაცები უფასურდება ტურისტებზე ხდება გაცვლა და ადგილობრივებისთვის მე ყველაფერს რო ფასი აზრის ფასი აღარ ჩამოდის და ჩვენთვის ცხოვრება რთულდება იმიტომ რომ არაფერი არ იწარმოება აქ და შენ იმპორტ დამოკიდებული ხარ და შენ ერთადერთი ფიქრი არის ხვალ ჩემ შვილს რაღაც 6 წლის ბავშვი მყავს სიტყვაზე რა როგორ სკოლაში რო წავიყვანო ეხა რა იქ ის ფეხსმელი უნდა მე ჯანდაცვა უნდა ჩაერიოს რევად დეთანხმები აბსოლუტურად ფასები უნდა დაწესე მარჟები უნდა დაწესე შენ მაგალითად ხო შენ მაგალითად რაღაცა ბრინჯი ავიღოთ ხო ლარზე მეტად ვერ გაყიდი. ოღონდ ეს ფასი ისეთი ფასი იქნება შენ იქ მოგებას დაგრჩება, ხელფასას გადაიხდი და სახშიც ფულს წაიღებ. თურქეთში ეგრეა, თურქეთში ექსპორტზე როგორ არის, იცი? იმხელა მარჟა ადევს, რომ რო შედიხარ მაგალითად აი მე პირადად მეც ქონია შემთხვევა თურქეთში. არა თურქული პროდუქცია იმდენად ძვირი ღირს. შენ გიწევს თურქული პროდუქციის ყიდვა, რომელიც იაფია და თან ხარისხიანიც არის. ჩვენ მრეწველობის პრობლემაც გვაქვს. ეხლა მე აი ლიბერალი რატო ისი რომ აი კერძო ბიზნესში ერევია რას ნიშნავს შენ თუ ღორი ხარ და მილიარდი რო მიგაქვს სახში სუფთა მოგება და 800 ლარად რო ატმუშავებ ადამიანს ან სუპერმარკეტებში ახლა სტუდენტებია ხო ძირითადად 300-400 ლარაზე რო ამუშავებ 500 მილიონი სუფთა მოგება რომ მათ შენ თუ ღორი ხარ და არიცი მაშინ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და უნდა აკონტროლოს. და ეგ არის სუვერენულობა. სუვერენულობა ეგ არის. სუვერენულობას როცა ლაპარაკობ, მე მივესალმები თარომ დაიწყო სუვერენულობის ლაპარაკი, მაგრამ სუვერენულობა ვერ ფეხზე ვერ დადგები, თუ შენ ესეთ სუსტი სოციოეკონომიკური მოცემული, თუ ხალხი უკმაყოფილოა, გარე ძალები NGO-ების გარშე წაგირევენ მე სიტუაციას, რომ ხალხი უკმაყოფილოა. რა მოგდი, შენ იძახებ ვოლტს, მოვიდა კურიერი 1 საათი, არც ერთი ენა არ იცის, რაც შენ იცი. ამის ახსნაში ნერვებს იმენა რასაც ქვია შეიძლება ბავშვი აღარ ჭამვა აღარაფერი იმდენი ხანი ახსნაში გაატარო და მოდის აი სრულიად დაუტრენინგები ენა არის და მოშვებული ბედზე მონდობილი ტიპი ყავს გამოგზავნილი ყავს საჭმელი აქ მოდანი და სადმე გიპოვის ეხა რა დალაგდებიან ეგენი აი ეგრე ყავს გამოშვებული და ზუსტად რა ანუ შრომის კონტრაქტები რო კონდეთ ვალდებული ხარ მე რო დაატრენინგო ასწავლე ენის გარეშე საქართველოში ინგლისურიც ანუ ქართული რა მოკლედ რა მე რო უნდა ასწავლო რა ეხა ძალიან ისეთ რაღაცა ხინკალი როგორ მიიტანო ძალიან ისეთ თემა იყო ეს როგორ მიიტანო ამ ხალხმა არ იცის და მათი ბრალი კი კომპანიის ბრალია კომპანიის წილი მაულებელები ხარ ხარისხი უფრო აიწევა ის ადამიანმა რო იცისო ხელფასი აი ესენ უკვე ერთმანეთს შეეჯიბრებიან ხარისხში და არ ეჯიბრებიან ხარისხში მოგებაზია რა გაყოლებაზია ხარისხში ხო და ამას ვამბობ და სუვერენულობა თუ გვინდა და ქვეყანა თუ გვინდა ესეთი თემებს უნდა მივხედოთ მარტო ის რომ ბრუსელს ბოდიში და ზურგით აღარ მივაქციოთ ანუ არ დაუქნიოთ თავი ყველაფერზე
ტაში დაუკრათ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას უნდა მოყოს სხვა ნაბიჯებიც, იმიტომ რომ ბრიუსელი მარტო NGO-ებით და გავლენით არ აგირებს სიტუაციას რა. სოციალურად მან ისე გქრათ იცი როგორ რაღაცა მაინტერესებს კი არა ესეთ რაღაცა გქრათ მე მგონი კაი იდეა იქნება რომ კონკრეტულად აი ამ თემას ერთხელ რაღაც გადაცემა მიუძღვნა და ძალიან ღრმა ანალიზი აი ფასებზე და ამ რაღაცებზე შეგვიძლია მე ესეთი გადაცემა ერთ გავაკეთოთ რომელიც კონკრეტულად აი დემოგრაფიაზე, ფასებზე რეალური პრობლემები რაც არის დავუჯდეთ და 1 საათნახევრიანი კონკრეტულად ამ თემას ნუ და ეხა ფორმატი ხო ისეთი გვაქვს რომ მე უბრალოდ მოიტანა და მინდა ხო პირიქით მინდა რომ მოვისმინო და 1-2 საათი დავუჯდეთ ვილაპარაკოთ როგორ იზახით აი ეს ნელ დასასრულისკენ რო წავიდეთ კიდე მინდოდა რაღაც თემები მაგრამ მე მგონი ძალიან ისე გადავაცილეთ დროს და აი დასასრულისკენ ეგ ჩვენ სულ ესე რაღაცა კაი ნოტაზე ვცდილობთ ყველა გადაცემა დავასრულოთ რა და ეხაც რამას ხვიკვაძე ჩემპიონი კაცის სიტყვებით დავასრულოთ ძალიან საინტერესო რაღაცას იძახის. რაზეც ეხა ჩვენ პრინციპში ამაზე ვლაპარაკობდით. ქართველი კაცი კიდე ესეთია თუ რაიმე ცოტა მოჭარბებულად აქვს, ან და თუ თავის ზომაზე იმასაც გაუყოფს ადამიანს. არ მოკლას მეზობელს როგორ მოკლა ვიცოდე შიმშილით. როგორ მოკვდება ის მეზობელი თუ მე ლუკმაპური მაქვს, იმას გაუყოფ და როგორ მე გავიტან თავს. მაგრამ იუმბედურებას რა უყოთ რაც გჭირს, რაც საშილელისები ქონი, იმას რა მოარჩენს. ნუ შეგეშინდება ნუ შიმშილით. ნუ უწყლობის, ნუ შეგეშინდება ყველაფერი ეს მოიპოვება. ყველაფერს მოახერხებთ რომ გვექნება ალბათ. ვერთი ჩვენსკენ არის. მაგრამ ნუ ვიზამთ იმას რომ ერთმანეთს გადავებდით. ძალიან ცოტანი ვარ და ჩავეყუტოთ ერთმანეთს. ნეგრია რა, ეგ თავარი პრობლემა გვაქვს სულ ჭამთ ჩვენ რა ერთმანეთს რა, რაც სულ აი ამაში ვართ რა და არა და ჩვენ რო ერთხელაც რა ეს უფრო ჰიპოთეზა ის არ ამგონია რომ მოხდეს სამწუხაროდ მაგრამ ეს რეალ ჩვენ მართლა ერთ სისხლად ვიყო და ერთ აზრზე ერთი დო მიხდი ერთი კაი ქვეყნის და ეხა იქით ამ ხარისას არის იმათ გუცველად ჯერათ რომ მე კი ვიძახი რომ ისინი მოღალატეები არიან იმათ მართლა გუცველად ჯერათ რომ სწორგზაზე არიან და მაინც გავარჩიოთ მათ ლიდერშიპი იქაური ხალხის თავარი პრობლემა ეს არის რომ გუცველად ჯერათ მაგრამ ჯობია რომ მართლა რაღაცა იყოს და უფრო ისეთია მიხდი აი გულით ჯერა რომ სწორგზაზე დგას წარმოიდგინე როგორი დაღუპვის შეიძლება თქვა მან ის არის რომ იმხელა პროპაგანდა არის იქით ამ მხრიდან დაფინანსება აქეთ ამ მხრიდანაც პირიქით აქეთ ამ მხრიდან მთავრობის ხარიც რეალურად იმათ პროპაგანდა იყო რომ აი ეს კაია ის კაი იქით წავიდეთ და ამ ახალგაზრდებს რო იყო იქით იცი რა პრობლემური აღარ ჯერათ იმიტომ რომ თელი სხვა მყარვა ინგრევათ ვა ევროპა აღარ არის კარგი ასმეულები რა და ამათვის და მე ესენი ხდება ემოციური манипуляციის ქვეშ არიან რა და მე ვიღაც ტიპები მოდიან და გეუბნებიან საქართველოს დეპოლარიზაცია რო გააკეთე 12 ნაბიჯი უნდა შეასრულო და არც იციან მაგარი და ვუყურებ ავიკითხა კაცო ეს დეპოლარიზაციის ვფიქრობ რომ ეს კი არ შეამცირებს იმენა გაზდის ხო ნავთი არის რა ცეცხლზე რა რეალურად რა და ამას არ შეასრულებ და იმენა აგაფეთქებ რა ბოლომდე ანუ საბოლოო ჯამში ვიღაცები გვეუბნებიან დეპოლარიზება და რაღაც სინამდვილეში გარედან არ არის ეს დეპოლარიზება შიგნიდან უნდა იყოს ამის გაგება რა და ჩვენ უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი რომ ჩვენი ახალგაზრდებს მივხედოთ ეკონომიკურად, სოციალურად და ამავდროულად განათლების სისტემაში პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველო და პრიორიტეტი არ უნდა იყოს ბრიუსელი და ჩვენ უნდა გქონდეს განვითარების ხედვა. ყველგან სადაც მივდივარ, ყველა გადაცემაში პოდკასტში ამბობ, საქართველოს უნდა გქონდეს განვითარების ხედვა. იქნება ეს ევროკავშირში შენ ნებისმიერ ალიანსში რო შედიხარ, იმ ალიანსს თავისი პროგრამა აქვს, მაგრამ შენი უნდა გქონდეს რა. ბულგარეთს და გერმანიას სხვადასხვანაირი განვითარების გეგმა აქვს, იტალიას და გერმანიას სხვადასხვა განვითარების თავისი ხედვა აქვს რა ყველას და შენ რო გონია რომ აი ხა შევალთ და ყველაფერი ეგრე არ ხდება. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი განვითარების ხედვა, რომელიც მორგებულია საქართველოზე, ქართულ ხალხზე, ყველა ჩვენი მოქალაქის ინტერესები იქნება პირველ რიგში და არა ვიღაცა როთების და ვიღაც ბჟიჟინსკების და ასე შემდეგ. ჩვენი ხალხის ინტერესები იქნება დაცული და მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რომ ჩვენი ქვეყანაა მიზანი და ის კი არა რომ ევროპაა მიზანი რა და აი აქ უნდა იყოს თავარი გარდამტეხი და ჩვენი ქვეყანა როდესაც გახდება მიზანი და არა რაღაც ალიანსები, კავშირები, ბრუსელები, ვაშინგტონები, მოსკოვები, მე ყველაფერი რომ ჩვენი ანუ ცენტრი უნდა შეიქმნას საქართველოში, რომელიც იქნება ორიენტირებული ქვეყნის განვითარების და რა იქნება მაგალითად, რომ აი ამდენი პარტია რო გყავს რა, შეიჯიბრონ ერთმანეთს განვითარების ხედვებში დადებაში რა. აი მაგალითად როგორ მოახერხებენ იმას, რომ იმიგრაცია შეამცირონ, რომ აღარ გარბოდენ ქართველები. ხო, თავისი ვარიანტი ყველა, მაგრამ რა. წარმოების დაწყებაზე, აი მაგრამ თუ არ ეთანხმები წარმოების დაწყებაში, აგვიხსენი რატო ეთანხმები წარმოების დაწყება, გირჩის პოლიტიკა რა. დადონ და იყოს ამაზე დებატები რა, ანუ მესმის ხო, მაგრამ აი ამაზე იყოს დებატები, იმიტომ
იმიტომ მე დავიღალე 34 წლის ვარ. დავიღალე რომ საგარეო პოლიტიკაზე მიდის ვაჭრობა და ჩვენ ისევ და ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით და არ ვითარდება ეს ქვეყანა. აი საბა და რევაზ აგერა 15 წელია სადმე რომელიმე ტელევიზიაში თქვენ თუ გინახავთ რამე პრობლემებზე დებატები, ექსპერტების მოწვევა, რაღაც მიხვდით, აი ეს ღრმა ანალიზები. სადმე გინახავ შოუს გარდა ის დაიჭირეს ისა რუსული, ფრანგული, ჩინური. ეგ არ ვინ უფრო მეტად დააქნევს ევროკავშირის დროშას რა და შერუსო აღარ გამოდის. ამაში სერიალია რა. დიდი სერიალია, მრავალწლიანი სერიალია. მადლობა ღმერთს რომ საღად მოაზროვნე ადამიანები ბევრია, ქართველები. კი, მაგით ვართ, კი, თორე გადავტეხავ. უმრავლესობა და უდიდესი თან რომ ესე ვარ და მადლობა ღმერთს რომ ესე ვარ მართლა მაგით გადავტეხავ. აი ეს ლაპარაკი რომ მიდის უკვე და აი ამის უფლება რო გვაქვს, საშუალება რო გვაქვს და ვერ ვიცახ აქამდე. ხო, და მაგაზე რო გამოდიან შენ იძახი, მაგას ხშირად რომ აი რო ადარებენ რა, აი მაშინ ვინ პოდკასტს გააკეთებდა ან ვინ რას იზამდა. სარეკლამო აუდორი და მეტრო, აი აუდორის ეკუთვნოდა მეტრო არ არსებობდა შენ სხვა სარეკლამოს ვერ გააკეთებდი და საუბარი არა იმაზე რომ ანუ აი პოდკასტი კი არა ბიზნესი რო გდომოდა რაღაცა სარეკლამო ბილბორდი რო დაგეთრია ბილბორდს ვერ გააკეთებდი მიხვდით? ეხა მე ის მიხარია მაგ როგორც აღნიშნე რა აი ძალიან მიხარია ეს თემა რომ გაიხსნა სივრცე რომ ამის ლაპარაკი შეგვილია და მე ვფიქრობ რომ ჩვენ და მოვთხოვოთ ჩვენ პოლიტიკოსებს და გადაწყვეტილების მიმღებებს რომ განა ვაშაძე რო ყვირის და ხა ბიჭებს რო ვინმე თქვენ წადით და მე აუზე ვიქნებიო თქვენ შეეწირეთო რა პოლიციელებს და არევაზე რა ეგ კი არის ჩვენ მოვთხოვოთ რომ ძმაო როდესაც შენ რაღაც 70000-ს და 100000-ს Facebook რეკლამებში ხარჯავ აი აღმაშენ როგორ აპირებ ქვეყნის აღშენება რა აღმაშენებლი ხო აი როგორ მითხარი რომ აი როგორ დაეხმარები იმას რომ ჩვენი ბიჭები იყვნენ დასაქმებულები ამ კურიერების სერვისებზე ან მაგალითად თუ ეს არ მუშაობს გავყაროთ ესენი თუ სამართლიანი იქნება ადგილობრივ ეგეთი ბიზნესი განვითარდეს მაგალითად ხო ან როგორ დავეხმაროთ მაგალითად იმას რომ ამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება როგორ დადებული თურქეთის პამიდორი რო ანადგურებს ჩვენ სოფლის მეურნეობას აი როგორ დავეხმაროთ აი როგორ იყოს ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება უკეთესი როგორ არ უკეთებ ამას? აი ამებზე მინდა თემა და მე შევედი ერთსაც ვიტყვი, აი წინა საარჩევნო ის იყო 24 წლის ეხანდელი არჩევნებს, უბრალოდ შევედი და იყო ჩვენ ქონდა ინგლისურენოვანი პოდკასტი ჩემ მეგობრებთან, საქართველოზე ყოფილიყო ცოტა ის რა და არჩევნებზე იყო ლაპარაკი და შევედი და ვნახე პროგრამი, შევედი ლელოზე მაგალითად. რუსულ სიმღერას აღგრძალავს. მაგარი პროგრამა. შევედი ქართულ ოცნებასთან, უფრო მეტი ევროპა, ოღონდ ღირსებით. როგორ? არ არის პასუხები ამ როგორზე. შედიხარ ნუ იმენია საიტს აღარ აქვს. რაღაც აქეთ ეგ როგორ არის? აი ზოგადად ეგრე არის. აი ოპოზიციას რო კონდეს ეგ ანუ პროექტები ხელისუფლებას იძულებული იქნებოდა რომ ამასაც რაღაცა დაეჭირა. ზუსტად და უშინაარსობები რო არიან ძალიან მარტივია მე ხელისუფლება მოიგოს უშინაარსობაში სულ ტრილიონები დახარჯოს დასავლეთში. აი თავარი არხი რაღაც სიტყვის იმედმაც საპირწონე აქეთ უნდა გაუკეთოს მიხვდი იგივე შეიძლება ტყუილი იყოს რაღაც მაგრამ უბრალოდ ისე მიდის რომ აქ ბალანსი სხვანაირად ვერ იჭერენ რა ის რაღაცა სისულელე სიტყვა ამანაც საპირისპირო სისულელი უნდა თქვას ყველანში და ეგ არის არ მიდის რა ეგ რა ბიჭო და ეგ არის ტრაგედია რომ მე მაგალითად სუმავ რომ დაკვეთა მაგ ჩემ პოლიტიკოსებთან საქართველოში ძმაო თუ გინდათ რომ იყოთ სერიოზულები უნდა დადოთ პროგრამა ქვეყნის განვითარების და არ უნდა იყოთ ისტერიულად მუდმივად საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირებული ხალხი დაიღალა რა და ყველა გარბის რა და ეგ რა ვიდეო არ გაქვს ნანა ხო როიზახის ფეხებზე უნდა დავიკიდოთ სავალუტო ფონდი ევრო ყველა იმ დღესო აი სწორს იძახთა მაშინ მაგრამ ეტყობა მე რაღაცა გადაუნერგეს მოდი დასასრულს წავიდენ ნენელა და ჩვენ რაც ვისაუბრეთ აი სექტემბერში ეგ გადაცემა გავაკეთოთ რა აი გაგიწყო ჩაივლი სექტემბერში ნუ შევთანხმდეთ და ერთი დაუждეთ და კარგად 1 საათნახევრიანი რამდენი დამჭირდება იმდენიანი სექტემბერში ესეთი გადაცემა გავაკეთოთ რა. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა რომ გვიყურებდით მეგობრებო. მადლობა დიდი მოწვევის. მადლობა საბა შენს შემოწმაო. მადლობა რევაზ მართლა დავისიამოვნე შენი მოსმენით ბევრი ძალიან ჩემთვის ახალი რაღაცა გავიგე და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან გასაგები და ჩაშლილად ყველაფერი ისე იყო რომ მართლა უმესმედობას აი სიამოვნებით გისმენდი. გაიხარეთ ბიჭებო. დიდი მადლობა. მადლობა. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.